გეგმით მოთფინება პაციენტებთან. სადამდე ბრძანდებით კეთილი ექიმი. იცით რა, შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ მე არ მქონია ჯერ ის მომენტი, რომ პაციენტთან ან გავბრაზებულიყავი რაღაცას, ან მომეწყინა, ან დავხლილ ვარ. პირიქით, როდესაც მაქვს რაიმე ისეთი ცუდი განწყობა, გამოდივარ სახლიდან, გამოვიხურავ კარებს და მივდივარ სამსახურის გზაზე და აბსოლუტურად სხვა ადამიანი ვარ. სხვა ადამიანი, იმიტომ რომ მე მიყვარს ჩემი პროფესია ეს ერთი და მეორე, მე მყავს საოცრად განსხვავებული პაციენტი, ბავშვი, რომელთან ყოფნაც ნებისმიერი ბავშვი აბსოლუტურად სხვადასხვა სახით გახალისებს და ნებისმიერ ბავშვს აბსოლუტურად სხვადასხვა გრძნობა შემოაქვს შენში. რატომ გადაწყვიტეთ ექიმობა და ალბათ მარტივი პასუხი იქნება, მაგრამ რატომ პედიატრი? ექიმობა გადავწყვიტე დედის ფაქტორიდან გამომდინარე, სხვათა შორის, ვიცი რატომღაც მე პედიატრიაში წავედი, დედას ქონდა ინფექციური დაავადება, წითელი ქარი ასეთი და რა ვიცი, აბსოლუტურად უშედეგოდ მკურნალობდა და მე გადავწყვიტე რომ უნდა გავხდარიყავი ექიმი, მაშინ ზუსტად სკოლას ვამთავრებდი, გადავწყვიტე რომ ექიმი უნდა გავხდარიყავი და დედასთვის მე უნდა მემკურნალა. მოხდა ისე რომ მე ზუსტად ნახევარი ქულა დამაკლდა. ნახევარი ქულა. და გადავწყვიტე რომ იმ წელს სხვათა შორის მოსკოვმა, რომელიც მაშინ ევროპად ითვლებოდა, ევროპაში სწავლად, მოსკოვში სწავლა, მოსკოვმა გამოაცხადა მოსამზადებელ ფაკულტეტზე მიღება და მე გავემგზავრე აქედან დედის ერთა გოგო, პატარა გოგო მარტო აბსოლუტურად და ჩავირიცხე იქ მოსამზადებელ ფაკულტეტზე. და დავამთავრე იქ. მუშაობდი, სწავლობდი, მე მომიწია სხვადასხვა ქვეყნებში კიდე რაღაც პატარ-პატარა პერიოდები მუშაობა და არ მბეზრდება, მე ექიმობა არ მბეზდება და არც მომბეზდება არასოდეს. არ ვიცი, ალბათ სულ იმას ვატრობ, რომ შემიწყოს ღმერთმა ხელი, მქონდეს ჯანმრთელობა, რომ ჩემ პატარებს ბოლომდე დავიხარჯე ჩემს პატარებთან და ბოლომდე მივცე ის რის მიცემაც შემიძლია. როგორი პაციენტი ბრძანდებით? ჩვენი გადაცემა არის პაციენტი. პაციენტი, მე თვითონ ვარ ნამდვილად პაციენტი, იმიტომ რომ რევმატოიდული ართრიტი მაქვს და ვარ აგრეთვე პაციენტთა კავშირის თავმჯდომარე, რომელიც აკვალიანებს პაციენტებს მიუხედავად იმისა, რომ მე ექიმი ვარ, ეს აბსოლუტურად სხვა სფეროა. რევმატოიდული ართრიტი და რევმატოიდულ ართრიტს სჭირდება განსაკუთრებით სწრაფად დიაგნოსტირება და სწრაფად დაწყება მკურნალობის, იმიტომ რომ ეს შეუქცევადი პროცესია და აუცილებლად საჭიროა მისი პერმანენტული ექიმის ზედამხედველობის ქვეშ ყოფნა პერმანენტულად. მომთმენი პაციენტი ვარ და მიყვარს ჩემი კოლეგების დაჯერება. იმ კოლეგების, რომლებიც ბევრად უფრო კომპეტენტურები არიან ჩემზე თავის სპეციალობაში.